ხო. გეხვეწები. არა შემოდია ბავშვი მაგახე. კერეს ხო გთხოვ, გეხვეწები. რა ბავშვი, ჩემი შვილი, მანდა. არა, კარგად. ჩემი შვილი, ამოდი რა, გეხვეწები. მამა. მამა. ჩქარა მოდით რა. იმით რომ ისევ ესეთ მდგომარეობაში არის მოსული როგორც მაშინ. ჩქარა გთხოვ. შვიდობა? ეს ელენეს უყიდე და წაუყე რა. კარგი. მაგრამ შენ თვითონ რატო არ აძლევ? რავი. ახლა მარტო დალევა მინდა რა. თან არ მინდა ესეთ მდგომარეობაში ვნახოს ბავშვმა რა. ირინა ნახე? ეგრე მეტყობა? ხოლმე ხა ის მდგომარეობა მაგას ნიშნავს. საჩუქრის საყიდლად ვიყავი წასული მაღაზიაში და იქ გამეჩიტა. რა უმე რა რეაქცია ქონდა? რავი. თითქოს გაუხარდა. ბედნიერია. თან ბიჭო ორსულად. ვა. ბიჭო კი კაი არის. ბედნიერი რო არის. რაღაცა ჩემი მეორე ნახევარი ბიჭო სუმღნის შიგნიდან რომ მინდა რომ ჩემგან იყოს ორსულად. თან ეხა ყველანაირი იმედი გადამეწყდა უკვე რა. ეგ არაფერი გასმერ. თავარია რომ ირინა ცოცხალი და ჯანმრთელია. ყველაფერს ეშველები. სიკვდილის გარდა. აჰო აქ ირინას ორსულობაზე გელაპარაკები და არც მიფიქრია რომ შენ არა, ეგ არ იფიქრო. შეგიძლია ყოველ წუთს და ყოველ წამს დამელაპარაკო, რაზეც გინდა. ჯიგარი ხარ. რა შვები როგორ ახარ? რა ვიცი, ვცდილობ რომ ელენეზე ვკონცენტრირდე. ეს ტკივილი სადღაც გავუშვა. მაგრამ რთულია. მამობა არა რთული. ყოველდღიურად შვილისთვის იმის მტკიცება, რომ საკმარისი ვარ, ეგ არ რთული. არა და არ ვარ საკმარისი. არა კობა, არცადო. იყავი ის რაც ხარ, გესმის? საუკეთესო მამა და მეგობარი. ესმის ეხა ელენეს დედობას ვერავინ გაუწევს, ვერც შენ, ვერც მე. მაგრამ უნდა მიეჩვიოთ თანდათან ძმაო ესე ცხოვრებას რა. უბრალოდ შეეცადე რომ ყველა ეტაპზე ყოველთვის მის გვერდით იყო, გესმის? არ ზალიხ. მიგრია. და ლეო იეჯიქის. დაისხი. დარწმუნებული ხარ, სწორად მოვედით? კი, ეს არის. ცოტა ზედმეტი ხომ არ არის ჩვენთვის? შენთვის არაფერია ზედმეტი. აბა, მოიფიქრე რაც შევუკეთა. ცოტა გაუგებარი მენიუა. აი, პირველად გავიგე, რომ ელარჯის ბურთები არსებობს მუშის ბაჟეთი. და ჭვიშტარის ბურგერი იცოდი რომ არსებობდა? არა. იცი რა ვქნათ? მოდი მიმტანს ვთხოვოთ და იმან აგვირჩიოს რამე კერძი. ეგრე ჯობია. უკაცრავად. ასინებებთ. გვინდა რომ თქვენ შეგვირჩიოთ. აპეტაიზერის კერძი და დესერტის. რა ტაიზერი? აპეტაიზერი. დიახ, სამივე.
რამაზე ალერგია ხომ არ გაქვთ? არა, არც მე. ჩვენ საფირმო კერძს და დესერტს მოგართმევთ, მანამდე აპეტაიზერით დავიწყოთ. კი ბატონო. რას დალებთ? თქვენ შეგურჩიეთ. კარგით. მადლობა. ცოტა უცნაურია, ხო? არა, რა ძალიან საყვარელი იყო. არა. საყვარელი ხარ შენ. გაიღვიძე. კერეს გაიღვიძე. გაიღვიძე, წამოდი სახში წავიდეთ. ანდი. აი, დამანები რას. ანდი ქირა წამოსა. აი, ნუ გამიტრაკე რა საქმე რა ამია საქმე. არავინ არ არის საქმე. ამიდა. აი, სხვაგან წავიდეთ, წამო. სადაც მინდა იქ წავალ რა. მინდა სახში წავალ, მინდა ჩემ ბავშვთან ავალ და მინდა გვაზე წავალ რა. წამო სახში წავიდეთ, გამოვიცვალოთ, ჭამოთ, დავიბანოთ და სადაც გინდა იქ წავიდეთ. მიდი. აი. ხო. იდეა და შეზღვაზე წავიდე. რა კაი იდეა, წამო სხვაზე წავიდეთ, ეხლავე წავიდეთ, წამო. წავიდე. აუცილებლად. აი, პატარა. არა, მართლა წავიდეთ, ოღონდ სახში მივიდეთ, ესე ხომ არ წამოვალ, ავიღო რაღაცეები და წავიდეთ ზღვაზე. მიდი, всё, მივდივარ ზღვაზე. ეს რა კაი იდეა. ზღვაზე წავიდე. აუცილებლად. კიდე მოგეხმარ. აუ, მეხმარო, არ მინდა ავდგები რა, მეხმარო. ავდგები. ნუ ეხლა. აი, ხო. სადუნი ვარ. ზღვაზე ხო გითხარი, სახში მივიდეთ, ჩანთას ავიღებ და წავიდეთ. ნელა, ნელა. არ მეგონა ფელამუშკა იქით უარსებობდა და თან ასეთი გემრიელი იყო. მე კიდე არ მეგონა რომ ამდენაირი ყველი არსებობდა. გინდა მაკეიქის რეცეპტი ვთხოვოთ. მე არა, ვინ მოგცემს აქ რეცეპტს? რატო რა? აუ, მოპასუხებ და მოვალ, კაი? უკაცრავად, ანგარიში თუ შეიძლება. ნებეთ თქვენი ანგარიში. მადლობა. დაღდით გადაიხდით თუ ბარათით? ბარათით. ოღონდ 2 წუთი დამჭირდება, დავრეკავ, კარგი? და მე მომიტანეთ. ხო, ალო, კასპერ. ბიჭო, მაგარ შარში ვარ, უნდა მიშველო რა. ბიჭო, რა ხდება? არ მოგეწონათ ის რესტორანი, სადაც გაგიშვით? არა, კი, როგორ არ მოგვეწონა. ძალიან მოგვეწონა მეც და ნინისაც, მაგრამ ჩეკის ფურცელი რომ მოიტანეს, სულ გადავედი ჭკუიდან. გეხვეწები და მეხმარე რა. რა იყო, ფული არ გეყო? ბიჭო,
რაღაც უცნაური კერძები ეწერა. მიმტავს თხოვეთ, რომ ჩვენს მაგივრად თვითონ აერჩია. იმან კიდე სუსაფირმო რაღაცები მოიტანა. ეხლა ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ მთელი რესტორნის ფული მე უნდა გადავიხადო. დამეხმარე რა. კაი, მითხარი რამდენია და ჩაგირიცხავ. მისმინე, სესხება არ მინდა. წინასწარ ჩამირიცხე ერთი თვის ხელფასი. კაი, არ ინერვიულო. მოვაგვარებ ახლა. აუ, ჯიგარი ხარ. მადლობა. მედი, იგულავე. კარგით რა, ხომ შეიძლება რომ მომასვენოთ რა. მოვდივარ. ვიცი რომ ძალიან გვიანია, ვიცი რომ ბოდიში უნდა მოვიხადო, ვიცი რომ არ უნდა მოვსულიყავ, მაგრამ ორი ღამე არ მძინებია. სუსტად ორი ღამეა. არ არის აქ. ალბათ სადღაც გარეთ არის ეზოში. ვიპოვე უკვე და დავაბინავე. 2 წუთით შემოვალ ზუსტად. მოდი. არ ვიცი მეზობლები ამდენი ხანი საჩივარს რანაირად არ წერენ. მე რამდენჯერ მოვიდა ესე მდგომარეობაში, მოდის, ღრიალებს, ყვირის. რა ვქნა? ხო, მაგრამ არა ადეკვატურ მდგომარეობაში ესეთი არ მინახავს არასდროს. მაგრამ ეხა როგორც ანასთან არ მოვსულ არ ხვდები, მე მოვედი როგორც დედასთან. მესმის ყალი თქვენი ძალიან კარგად. დღესაც მოვიდა მაგალითად ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ აგიხსენ, შევარდა ბავშვთან ოთახში და ამ ხელე მოკლედ ძლივს გავაკეთე სახიდან. ძლივს. აი საერთოდ არაფერი არ ესმის. არ ვიცი რა. ყოფილა ესეთ მდგომარეობაში და რაღაცნაირად გამოსულა და ეხლა ძალიან გაუტია. არ ვიცი ამის მიზეზი რა არის ის რომ თაკო წავიდა ანდროსთან თუ რა არ ვიცი მაგრამ საერთოდ განიკურებია. საშინელებაა. უბრალოდ თქვენ იცით რომ მე აგამის მერე ჩემთან მოვიდა და მე მთხოვა შერიგება. ნუ ხო ხტობით რომ ხელა უაზრობა. და იქნებ თქვენი შერიგებით გამოსწორდეს. ყველაფერი. რას ამბობს მანიზე? შეუძლებლო რაღაცას მთხოვთ. ჯერ ისეთი იმიტომ ხომ არ შეურიგდები რომ კარგად იგრძნოს თავი და არც მას არ უნდა. მისტერის თაკოს. და თქვენი შვილისთვის ეგეთი ოჯახი გენდომებოდათ, სადაც ერთმანეთი ადამიანებს არ უყვართ. ხო და არც მე არ მინდა გაბრიელისთვის ეგეთი ოჯახი. მართლა. მე მთელი გულით მინდა რომ გაბრიელს და კერესას ჰქონდეთ კარგი მამაშვილობა. მართლა, უბრალოდ ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ახლა არის, მე ვერ შევუშვებ ბავშვთან, ვერ მიუშვებ ახლოს. ხო გესმით ჩემი? მე ვიხდი ბოდის. ძალიან ცხვენია და აი თქვენ ხართ საუკეთესოდე და მართლა მე მართლა მინდა რომ მეც თქვენაერი ვიყო. მე არ ვიცი გაბრიელს რომ მსგავსი რაღაც დამართო და მე რას ვიზავდი. ცემებიცევდი. მაგრამ იცით რა ვიცი? ერთადერთი კერესა სამდგომარეობიდან ვინც გამოიყვანს. ეს ხართ თქვენ. მეტი არავინ. წავალ მე. ბავშვს აკოცი რომ გაიღვიძებს. რო დაგჭირდები შეგიძლია დამირეკო ეს იცი. გაცლებაც არ მინდა.